უკვე დონეცკში ოკუპირებულ რესპუბლიკაში ჩავიდა პაატა აბულაძე, კალაძის დისქმარი, რომელიც რუსეთში ჩადის და საუბრობს ქართული ოცნების სახელით. ახლა უკვე დონეცკში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასული ისევ ქართული ოცნების სახელს იყენებდა. თავად პაატა აბულაძე პირველებთან საუბარში ამას უარყოფს, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გაავრცელა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტმა ლიდერმა, ჩვენ ვკითხულობთ, რომ პაატა აბულაძე, მისი თქმით, არის სწორედ ქართული ოცნების წევრი და ასე არის ის წარმოდგენილი. საუბარი შეხვედრაზე იყო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, ასევე პუშილინმა დააყენა საკითხი, რომ გადმოეცემოდა საქართველოს ჯარისკაცების სია, რომელიც მისი თქმით რუსეთის წინააღმდეგ ჩადიან სამხედრო დანაშაულს და მათ დასჯას ითხოვდა. ჩვენ ბუნებრივია დღეს ქართულ ოცნებას ვკითხეთ რა პოზიცია აქვს ამაზე, მათ შორის კახა კალაძეს, თუმცა დღეს დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა საკუთარი დისქმარი ოჯახის წევრების სიიდან ამოიღო, ვიდრე კითხვებზე ეპასუხა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსეთში, დონეცკში, ქართულ-რუსული ურთიერთობის გამტკიცების ჭრილში. რას გადამეკიდეთ მე? თუ ის გაინტერესებთ, მე ოცნება გავმი, არა, არც იცი ან მე სადავარ. ალბათ გაიგებენ უკვე, მივდივარ ახლა შვილებთან და იქ არ არის სვიაზი და არაფერი. ფრონტის წინახაზეა. პოზიციონირებდა როგორც ქართული ოცნების წევრი. თქვენ რა რეაქცია გაქვთ? რა რეაქცია? ჩემთან რა გაინტერესებს? თუ გაქვთ კონკრეტული იყო დაუსვით. თქვენ რა რეაქცია გაქვთ? ჯერ ნახეთ რატო ხართ ბინძურები. ისეთ რაღაცეებს კადრულობთ. თქვენი ოჯახის წევრი? ჩემი ოჯახის წევრი არ არის. ისეთ რაღაცეებს კადრულობთ. ისეთ ეხა არ მინდა საუბარი ამ ყველაფერზე. გაქვთ კომუნიკაცია? ნუ გადადიხართ წითელ ზღვარს. ნუ გადადიხართ წითელ ხაზს. მე გაფრთხილებ. ადამიანურად გეუბნებით, ისევ თქვენ დაზიანდებით. მისაღებია ემიჯნებით თუ რა შეიძლება გითხრათ? გაფრთხილებთ. წითელ ხაზს ნუ გადადიხართ. რას გაფრთხილებთ და იმას გაფრთხილებთ, რომ წითელ ხაზს ნუ გადადიხართ. სწორია ეს აქციელია, შეგიძლიათ გითხრათ ან კი? ქართული ოცნება კითხვებზე არ პასუხობს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, პაატა აბულაძე იყენებს ქართული ოცნების სახელს და კალაძის დისქმარი ამას არ აკეთებს პირველად. ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ არა მწვანე შუქი თავად ქართული ოცნებისგან აბულაძე ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა და სწორედ ამის დასტურია ის, რომ ივანიშვილის გუნდი პასუხად დასჯის ნაცვლად დუბლს ინარჩუნებს. ეს ლიკა ჯანყარაშვილი იყო. საკუთარი ფეხით კლინიკიდან